გამარჯობა მეგობრებო, დიახ, მოგზაურობის დროა, სწორად მიხვდით. ძალიან მაგარი მოგზაური ყავს დღესაც და ერთი სული მაქვს, ოდის წარმოადგენ მას, მაგრამ მანამდე მეორე სული მაქვს, შეგახსენოთ, რომ აი პატარა გამოწერის ამბავია ჩვენი გვერდი, სადაც გვიპოვით, გთხოვთ გამოგვიწეროთ და გავაგზავნოთ თანამშრომლობა და მეგობრობა. მოკლედ, ზურა გაჩეჩილაძე, იგივე შონზოა ჩვენი დღევანდელი გამარჯობა. სტუმარი, მოგზაური, მადლობა მოგზაურებისთვის და კიდევ აი შენ სადაც ახლა აქ მოხვედი, მინდა ასევე მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენი ეპიზოდი იწერება იოსებიძის 67-ში, ეს არის დაფნე პოდკასტ არია. შვენიერი არია, მინდა მოკლედ. ეხლა რა ვიცი, შავი ფერი რაღაცა ხო არ ნიშნავს ბუნდეს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას. ყოველ ჯერზე რაღაცას ნიშნავს შავი ფერი და ჩემი ასე ვთქვათ სოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვა აღნიშნე ამ ფორმით, რომ სადაწყვეტე სამგლოვიარო ფერი, მაგრამ ანარჩენი მას შემდეგ რაც კვარას ფენომენი გაჩნდა და ჩვენი ნაკრების არსებობა დიდ ფორუმებზე, საფეხბურთო ფორუმებზე ძალიან რეალური გახდა, აგერ ევროპა ჩავიბარეთ, გელზენკირხენშიც ვიყავი სხვათა შორის პორტუგალიას რო. ამის შემდეგ ცოტა ფერმკრთალდა ჩემი ეს ტრადიციული გუნდის გულშემატკივრობა და ჩავთვალოთ რომ ეს შავი ფერი ცოტა იუმორის მოშველიებით და პატარა წავსარკაზმდები ამ გუნდის მიმართ, თორე საგულშემატკივრობა დიდი გუნდის წასვლა ნაადრევად სოფლიოდან ჩემი აზრით კარგი არ არის მაინც ხო რაღაცა, მაგრამ თუ მას აჯობეს პრინციპში და სხვა გუნდმა დაიმსახურა, რატომაც არ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ამ გუნდს უკვე 2014 შემდეგ, რაც სოფლიო ჩემპიონები გახდნენ, შლეიფი მოყვება მხოლოდ დიდი გუნდის, არაფერი ფიზიკურად არაფერი მის დაგვარი არ ჩანს, ჰორიზონტზე უფრო ჩანს რა და მე იმეც ვიტოვებ, რომ 1992 წლიდან გულშემატკივარი ვარ ამ ნაკრების და ციკლურობა ახასიათებს 24 წელიწადში ერთხელ ხდებიან ჩემპიონი. ხო არა. დაველოდები როდის მოვა 2040 როდის რაღაც ეგრე 2018. კარგი და რადგან ქვეყანაც იგივე ხო არ არის, რომელიმე შეგნებულად არ კითხე და როდესაც შემოხვედი სტუდიაში არ კითხე, რომელ ქვეყანაზე ისაუბრებდი, მაინტერესებდა მართლა სიურპრიზის სახით, რა ქვეყანა არჩიე, რაზეც გინდა შენ ხარ თემატურად ისაუბრო, როგორც ტურისტმა, როგორც მოგზაურმა და იგივე ქვეყანა ხო არ არის, რაზეც გინდა საუბარი, რადგან ახსენე იქ ჩემი უდიდესი სურვილისა მაინც მაგ ქვეყანაში მხოლოდ ბავარიაში ვარ ნამყოფი და მე მგონია რომ არ წავაგე და დანარჩენი გერმანია გასაგებია, მაგრამ ბავარია არის საუკეთესო მხარე ყველა მხრივ, ბუნებითაც და შესაძლებლობებითაც, როგორ გასიამოვნოს ტურისტს. და ფავორიტი ქვეყანა არის ჩეხეთი. ჩეხეთი. დღეს რომელზე უნდა ველაპარაკო? ჩეხეთზე უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩეხეთი შესწავლილი მაქვს არა ტურისტულ დონეზე და აი პრაღის შემოგარენი და პრაღის მასშტაბით, არამედ სრულიად სხვა ჩეხეთი გველოდება მეგობრებო ყურადღებით მოგვისურვებთ. ბოჰემიის მხარე განსაკუთრებით, რომელიც ცნობილია ლუდით. ლუდით. ჩემი მოგზაურობის მოტივატორი, ანუ მინდა წავიდე ამ ქვეყანაში, პირველ რიგში არის რა თქმა უნდა გასტრონომია, რაც კომპლექციაზეც მეტყობა და ლუდი, აუცილებლად ლუდი. ეს ორი კომბინაცია სადაც ჯდება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო პლუს კარგი დასალევი ლუდი, ის ქვეყანა აუცილებლად ჩემი თვალთახედვის არეში ხდება. გასტრონომია ახსენე და უნდა აღნიშნო, რომ შენ უკვე მხოლოდ გურმანი აღარ ხარ, ასე ვთქვათ, შეცურე ბიზნესში და საკმაოდ წარმატებულადაც და მინდა მართლა წარმატებები უსურვო ამ შენ საქმეს, გემრიელად არის ხო დგას უკვე რიგები შონზო შაურმაზე როგორც. კი ბატონო, ადამიანებს როდესაც რაღაც რჩევებს აძლევ ამა თუ იმ კვებით ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორია მიხვიდე არ მიხვიდე, ეს გასინჯო, ის გასინჯო, ძალაუნებურად რაღაც ეტაპზე დგება ის პერიოდი, როდესაც უნდა შენი შესთავაზო რა. იმის გათვალისწინებით, რომ აი ჩემთან რომ მოხვალ და გასინჯავ, თუ მოგეწონა, რასაც შემოგთავაზო, ესე იგი რაც მანამდე გირჩია და აწე გირჩევ, ისინიც მაგრებია. კი ბატონო. რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი ამაში არის და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გავაკეთო საშაურმე, შონზო შაურმა ქვია და
გაუწვალდი მართალია და ბევრი ჩემი მეგობრების პროფესიონალი მზარეულობის მოშოვლება დამჭირდა, მაგრამ შევქმნით იდეალური მარინადი ხორცისთვის და რასთვარია პირადად ჩემი საავტორო соуსი, რომელიც არის კეჩუპი და მაიონეზის ჩამნაცვლებელი, მე ვარ ოფიციალური მტერი ამ ორი ნივთიერების. ჯანმრთელობისთვისაც ცარიელი კანცეროგენია ერთის და მეორეც. და ჩამანაცვლებლად მოვიფიქრეთ 17 კომპონენტისგან შემდგარი სპეცსოუსი, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი რეცეპტურა აქვს და გრამაჟობა ამზადებ ამ რეცეპტს პირადად ჩემი ხელით მე. და არის ყოველდღიურად და არის რა თქმა უნდა სავიზიტო ბარისკა და არის ის რაც ყველაზე მეტად ააფრეშებს და აჯანსაღებს შაურმას ჭალებში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორის ხორცი უკვე მინუს ჯანსაღია და რაც აქცევს, აი როგორ პროდუქტი, იცი რომ კი გასაგებია გიყვარს ორის ხორცი, მაგრამ მოდი მასთან ერთად მეტი საზიანო არაფერი არ მიიღო და მარტო ღორის შემწვარი ღორის ხორცს კიდე ორგანიზმი აიტანს. თუ რა თქმა უნდა შესაბამის სპეცსოუსად შეურჩევ, ის იმდენად დააბალანსებს და უკვე მოაწესრიგებს კუჭნატლავში თემას, რომ ეს არ იყოს ძალიან დამწოლი კუჭისთვის და კუჭნატლავის ტრაქტისთვის, გაალაითებ ერთი სიტყვით და რაც აჩვენა მიმდინარე პროცესში შედეგები სადღაც 80% უკვე ამ ორიდან სპეცსოუსისა და კეჩუპ მაიონეზს შორის არჩევანი არის ჩემს სპეცსოუსს. მიხარია რომ კარგად მიდის ყველაფერი და მალე ფართოვდებით კიდეც ამასაც არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, ალბათ თავის დროზე შენც გააჟღერებ. ანუ უკვე საუბარი არის შემდეგი ფილიალების გახსნაზე და საუბარი არის უკვე ფრენჩაიზის გაყიდვაზე, ანუ სხვადასხვა საქართველოს რეგიონებში, იმიტომ რომ მოთხოვნა არის უზარმაზარი, ყოველთვის ჩვენთან როდის. მაგარი მიხარია. ამას ვშლით. ახლა დავბრუნდეთ ჩეხეთში. ახლა წავიდეთ ჩეხეთში. ხო, წავიდეთ. ხო, გასაგები მიზეზის გამო პირველად ეს მოხდა 2003 თუ 4 წელს, როდესაც ჩვენ მუშაობდით ერთად შორის ტელეკომპანია იმედში და ცოტა რომ გამოგვიკეთდა შედარებით წინა ტელევიზიასთან შედარებით ფინანსური მდგომარეობა ცოტა კარგად გამოგვიკეთდა, 200-ის მერე იმედში ჩვენი გადასვლა მთელი გუნდის იყო რაღაცა დავდიოდა ერთმანეთს გაკურებულები უყურებდით, რომ მართლა ეგ ხელფასი გვაქვს? მართლა ეგ სამყარო სხვანაირი ციბრია? ხო და აი მაგ დროს მოხდა ის, რომ რაც პერიოდში ვისაც რა სურვილები ქონდა და რაღაცა ოცნებები სად რა როგორ დავიწყეთ ამის ასრულება და მე და დრუპი გადაწყვეტეთ, რომ ჩვენი პირველი მთავარი ოცნება გვესრულებინა, რომ წავსულიყავით უცხოეთში ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ უცხოეთში 2004 წელს წასვლა იყო ასეთი ადვილი დღეს რო არა და ცოტა იქ საელჩოების თემა, იქ ვიზირების თემა, ჩვენ არ ვიყავით გასულები კარგად ჩვენს ძირძოლ სამშობლოში ევროპაში. ხო და ავირჩიეთ ჩეხეთი, იმიტომ რომ ირაკლი ასათიანი ჩვენი მეგობარი დიდი ხნის წასული არის იქ, უკვე მოქალაქეა ჩეხეთის. და ეხ პირველ წასვლაზე ესე საბოდიალოდ ვიღაცა ადამიანი დამკვალიანებელი რო ყოლო და ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი ამაზე. პლუს ამას ეხა ლუდის თემა გასაგებია, ჩეხური ლუდი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ძალიან ცნობილ ბრენდად და ანუ სასმელად როგორც ასეთი ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ყავდა კონკურენტი ჩეხური ლუდს. იყო რაღაცა შემთხვევები მახსოვს ჩემს ბავშვობაში, რომ აი ესე არალეგალურად და ჩუმად და შინაურობით ეს ჩეხური ლუდები მოძრაობდა რა. ერთხელ მახსოვს სახში მამა შემოიტანა ერთი ყუთი. და აი ეტიკეტიც კი მახსოვს დღემდე რაღაც ბოშა ქალებით რაღაც მოცეკვავე ქალბატონი ეხატა და ანუ ის ფენომენი რო რა არის ჩეხური ლუდი, ანუ ბავშვობიდან მომყვებოდა რაღაც უცნაურად მაგარი სასმელი, არ გავს იმას, რასაც ჩვენ ახლა მაგ დროს სანაპიროზე ვსვამდით ხოლმე ჩამოსასმელს 22 ლიტრიან ბოთლებში რო ის. ხო. და გასაგებია გასტრონომია შესაბამისი
ლუცთან მისაყოლებლები. რა მეთქე, იცი, მაგ დროს ალბათ ტურისტული თუ უფრო წახვიდოდა, თუ მაშინ არ იყო ხო რაღაც შენ ყიდულობდი ბილეთს. ირაკლიმ გაგვიკეთა მოწვევა იქიდან. მოწვევა. მოგვიწვია სხვათა შორის კარლის უნივერსიტეტმა. მათ ჰქონდათ იქ კამპუსი თავის საკუთარი და რომელიც არასეზონებში, როდესაც სტუდენტები უკვე სწავლას ამთავრებდნენ, დასასვენებლად მიდიოდნენ არდადეგებზე. როგორც სასტუმრო, ისე მუშაობდა. და ამ უნივერსიტეტმა როგორც მეცნიერები მოგვიწვია. ხედავ რამდენი სტაცია უნდა გავიგო, როგორც სწავლობდით ადრე ვიზისთვის. ქალბატონ ელჩთან მაგ დროს იყო ქალბატონ ელჩი დრაგომირა ზვიგალოვა, ყველაფერი მას. რა დაგავიწყებს? ქალბატონ დრაგომირასთან მივედით და ჩაგვერტყა ვიზა. მეზადრუპისაც სამოგზაურო ვიზა. და ასე მოხდა ყველაფერი. ერთი ლაფსუსი თავიდანვე მოხდა, როცა მიუტანე ჩემი პასპორტი, რომ ვიზა უნდა ჩაერტყათ, გვარი შეეშელათ და კიდე კაი რომ ეს არ მოხდა საზღვარზე, როდესაც პასპორტს ვიღაცას აწოდებ. ეგრე მოვიდა მიშამშულდა ეს თურქეთიო დატოვეს. ფარდულში რო ეძინა იყავე. ხო და ეს პროცესი ამ პროცესამდე არ ვიცი მაგ დროს მომხდარი იყო უკვე მიშას ამბავი თუ მაგან გამაკონტროლად მაგან ეგ ჩამერთო ჩავხედე და გეჩეჩილაძე წერე გეჩეჩილაძის მაგირო და იმერულად შეეშალა დრაგომირას თანამშრომელს რომელთანაც მიგვამაგრა და ესე რაღაც ჯიხურში გადმომაწოდეს ეგრევე მივაწოდე უკვე გავუკვირდა არ მინდა მეთქი ეს ვიზა ჩემი ვიზა მინდა რა არის და ჩახედეს და ნუ ეს ლაფსუსი დიდი დრო დაჭირდა მე გამოსწორება სადღაც 3 დღე დაჭირდა კიდე კარგი რომ ბილეთები წინასწარ არ ქონა ნაყიდი თორე მოგვიწევდა გადაცვლა რაღაცა უკვე ანუ მოგზაურობის უკვე ფარცაგი დაწყება მოგვიწევდა ეგ ხო თან ახლავს საერთოდ თან მithumetes როცა პირველია და ეხლა იმენად გაშინაურებული ვართ ამ ქალაქთან და ზოგადად ამ ქვეყანასთან რომ პირველ მარტს ქონდა დრუპის 55 წლის იუბილე და წინასწარ მოლაპარაკებულად გადავწყვიტეთ და სადღაც ერთი 15-20 ადამიანი წავედით ერთად ზოგი აქედან საქართველოს დრუპის პატარა ბიჭერობა შენი ძმაკაცი დრუპი ხო პატარა ბიჭერობა ჩემზე პატარა ხო და ერთი 20 კაცი შევიკრიბეთ იქ ევროპაში პრაღაში და გადავუხადეთ დრუპის ავადების დღე ერთ-ერთ კარგ ლუთხანაში და არ ფაქტიურად ვინც ხა ამ ჯერზე ვინც გამოყვდა არ იცოდა რა არის პრაღა ერთი დღე ვაცალეთ უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი ტურისტი მოქცეულიყო და ის ენახა რაღაც იუნესკოს დაცული ძეგლები ეთვალიერები და მე დანარჩენი 2 დღე შედარებისთვის კონტრასტი რო ყოფილიყო უკვე ჩვენი პრაღა ცხოვრებით მე გადაცემაც მაქვს ჩემ არხზე ქვია სახელად სად სტუმრობ ანუ სასტუმროს ვერსია არის სადაც პერიოდულად ესე არარეგულარულად სადაც მივდივარ ხოლმე უცხოეთში ყველგან ვაკეთებ მაგალითად მაქვს ესეთი გადაცემის ორნაწილიანი გადაცემა ჩემი პრაღა ასე მაქვს უკვე ნახსენები ბავარიის თემაში ჩემი მიუხენი და ანუ სადაც მივდივარ მე რაც მომწონს ამ ქალაქში რაც დავინახე და რაც მინდა რომ წინასწარ დაგეგმილად დავათვალე რომ ნახო აი იმას აღწერ მე და ესე ნეიტრალურად ვამთავრებ ხოლმე და ვიწყებ. მე ესეთი მომწონს. თქვენ ესეთი აგერ გამოიყენეს როგორც გაიდი. თუ არა მაშინ თქვენი შემომთავაზეთ და თქვენსაც უყურებ და ვნახო როგორია თქვენი. ანუ მიდიაში ეგრეც არის რამდენი დედამიწაზე რამდენი მოგზაურიც არსებობს, იმდენნაირი ქვეყანა არსებობს. ანუ ერთ რო წარმოვიდგინოთ ახლა არ ვარ ნამყოფი მე მაგალითად უფრო აქეთ რამოდენიმე ადგილას, მაგრამ აი სამხრეთ ჩრდილოეთ გერმანიაში ცოტა ზევით ხარეს არ ვარ. აი რო წავიდეთ ეხლა და ერთად უნდა შენ სხვა შტაბეჭდილები წამოხვალ იქიდან მე სხვა თვალით ნანახი გერმანია სხვა იქნება შენ და დარწმუნებული ვარ ხო აი ხა მოვყვეთ ძალიან ბევრი სხვადასხვა აქცენტები იქნება. ამიტომ მინდა რომ აი ეს ჩემი გადაცემაც მანდარი რა ფაქტიურად ვინც მოდის ესე იგი თავისი თვალით დანახულ იმ ქვეყანას გეუბნება ხა გასაგებია დღეს ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის ყველგან შეიძლება ჩაწერო
გაიგო გამოხმაურებებიც ყველაფერს, მაგრამ ოდესას ადამიანი ასე თქვით ლაივში ცოცხლად როდის და თავის შტაბ-ესტილებს ხდება, სულ სხვა არის და მადლობა ამისთვის. აბა კიდე ეხლა სამზარეულოს გარდა ლუდი, ყველაფერი გემრიელი გავიგეთ, მაგრამ თუ გიყვარს ხეტი საყვარელი ადგილები თუ გაქვს ბუნებრივი. აი მაგისთვისაც უნიკალურია ეს ქვეყანა. სიძველის და თანამედროვეობის იდეალური სინთეზი შეიძლება შეხვდეს აი ისე მოულოდნელად რომ არ დაგეგმილი წინასწარ რომ მივალ ამას ვნახო. აი სადღაც მიდიხარ, ყოველად შესწავლილი ტურისტულად გათელილი მარშრუტი გაქვს, მაგრამ გადაუხვი უბრალოდ მე მიყვარს ხოლმე ეგ რა. კი გასაგებია რომ არ დავიკარგები, მაგრამ მაინც რაღაცა ექსტრემის პონჩი იქნება სადღაც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე რომ ვაიმე, ანუ ეს ვაიმეს თემა წინასწარ ყველას გვაქვს ქართველებს ხა თავში რა, არ არის ისეთი აწყობილი ცხოვრება ქართველი კაცის, რომ ყველაფერი დავარცხნილად ფოტოაპარატი დაიკიდა და ჩინელი ტურისტი და მოსურათ. აი ვაიმებს ველოდები და იმდენად წყნარად არის ეს ყველაფერი და იმდენად კარგი ქალაქია, რომ ეს ვაიმები არ ხდება. და მე და მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაცა, რომ მოდი ნებისმიერ ნომერიც არ ნახოთ რა ნომერი ტრამვაია, იმ ტრამვაიში, იქ ტრამვაი არის ყველაზე დიდი და ძირითადი ტრანსპორტი მეტროს არის. ჩავჯდეთ თვალებ დახუჭულება ვიმგზავროთ 10 გაჩერება და ჩამოვიდეთ და სადავართ. ანუ დავიკარგოთ. მაგარ კი დავიკარგოთ. დავიკარგოთ და მე ვიკაიფოთ როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, რომ დათქმა რომ არც ტაქსი არ უნდა გამოიძახო, არც იმ ტრანსპორტმა რომელსაც მიგიყვანა, ანუ იმითი არ უნდა წამოხვიდე უკვე, ანუ გაჩერებაზე რომ ჩამოხვიდე, არ უნდა დაელოდო უკვე როდი ჩამოივლის. და სადღაც უკვე 10 გაჩერება საკმაოდ დიდი მანძილი გამოვიდა და იმაში ვართ რა, კარეუბანში ვართ პრაღის. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ აი რისის ტბა რაღაცა იქ წოდორეთია იმ მხარეში ვართ ეგრე ტერიტორიაც მაგრა გავდა დაახლოებით ეგეთი ანტურაჟის იყო და გაკარგია დავიკარგე ცოტა ხანი მე ამ რელს არ უნდა გამოყოლოდით იმიტომ რომ რელსი ეგრევე გზა არის უკან დასაბრუნებელი სადღაც კორპუსებში ჩავედით და ეგრევე გამოხსევაზე დაიწყეთ ლაპარაკი და მოდი ჯერ ვიბოდიალოთ კარგად დავიკარგოთ და მივიდეთ იმ ექსტრემამდე რომ აი რაღაცა ვაიმე რა ცოტა შეგვეშინოთ და მე დავფიქრეთ გამო ხო და ზუსტად იმას ვამბობ რომ აი ის რაც ჩვეულებრივი ტურისტისთვის იმაშიც ინტერნეტშიც იპოვება იქ ადგილზეც შეიძლება უკრეთი შეიძინო ისეთი ადგილების გარდა ჩნდება უკვე აი ცხოვრებისეული პრაღა არის რომელიც ასევე ანუ კომუნისტური ხელი რა თქმა უნდა ეთყობა რაც უქნეს ჩეხოსლოვაკიას თავის დროზე ტანკებით რო შევიდნენ ბუნებრივია გარეუბნებში უფრო ეთყობა იმიტომ რომ განაშენიანება მე კომუნისტური სტანდარტული ჩვენ რო ჩეხურებს ვეცახურებს აქვს კორპუსები მაგრამ აი ამაშიც კი ამ დეტალებშიც კი შიგნით რაღაცა ისეთ სიძველეს ნახავ რაღაცა ეს რელიგიური ძეგლები რაღაცა სასაფლაოები უნიკალურად გემაშება გავსებს აი იმ მუღამით რომ ხვდები რომ ეს არ არის ხა გუშინ და გუშინ წინაშენებული თქვათ ქალაქი გროზნო რა ერთი რომ ერთ ადგილას რომ დაანგრიეს და გვერდით რომ მეორე ააშენეს ისე ჩვენმა კარგმა მეზობლებმა. ანუ ეს არის რაღაცა ტრადიციების სიძველის, აი ევროპული კულტურის ის რაც ძირითადად ფილმებში გვინახავს, ის რაც ისტორიულად წაგვიკითხავს, აი ამებს ეხები რა. თვითონ ცენტრში რა თქმა უნდა სტანომესტკა და მთელი ეს სიტუაცია მაგისთვის არის მოწოდებული და ფოკუსირებულია ყველაფერი ამაზე, მაგრამ აი გარეთ გასვლისასაც კი უცნაურად აი რო ქსიამოვნებს ის ადგილებს აღმოაჩენდა მაგის შესწავლასაც მივყავით ხელი და ყოველჯერზე ხა მაგის მერე რაც 2004-ში პირველად ჩავედით პრაღაში მაგის მერე მე მგონი თუ არ ვცდები ერთი მერვეჯერ ვართ უკვე ეს დაკარგვა რომ პირველივეში გააკეთეთ ხო პირველ თავიდან იმიტომ რომ მე უკვე მე მაქვს ორიენტაციის მეფი მაქვს თავში ჩავთვალოთ აი Google Map-ით დადის დრუპი რომ დავდივარ და მე დავდივარ თავში რაც მაქვს ანუ ადგილებს ვიმახსოვრებ და მაგის დასასრულს მოყვები კაი იყო დასასრულია ვიბოდიალეთ
რაღაცა სხვა ტრამვაის ხაზზე მივედით, გავაგრძელოთ ფეხით სიარული. არა, მოდი რა, სანამ წავიდე ცენტრში რაღაცა მომშივდა თუ რაღაცა მოდავლიოთ. ჩავჯექი ტრამვაიში და მოვდივართ უკან. ეხა ხო თვალდახუჭული წავედი, მაგრამ როგორც კი რაღაც რენდომ ჩაჯექი თუ გააკეთე ცენტრისკენ რამაც გამოიერო ხო რა სადღაც ერთი თქვა 2 კილომეტრის იქით სხვა ხაზს მივაგენი ანუ იმის რისკიც არის რომ კიდე შეიძლება შორსაკი და არანაირი ცენტრი უბრუნებლამდე დავჯექით და უკვე რამოდენიმე გაჩერების შემდეგ ვეუბნები დურყის რომ ეხა სამ გაჩერებაში ხო არ ვიცი ნუ რენდომად ვამოხი სადღაც სამ გაჩერებაში ჩამოვიდეთ და ჩვენ სახლთან ვართ. ანუ იმ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. არ არსებობს. კალმაზეთ ეგრევე ხო რა თქმა უნდა სანაძლეო იქვია რა გვაქვს ვინც წააგებს ლუცკის სულ. უკეთესი რა უნდა იყოს. ჩამოვედით აბასადარი და მომყვება ესე ჯუჯღუნო წააგე და ესე მახსოვს ზუსტად რომ მივდივართ რაღაც კარგი უმანი იყო აივნებზე ყოველას ქონა დათესილი ყვავილები რო გადმოსაკიდი და ესე ლამაზიობენ და ესეთი ჩვენ სახლთან სადგინახია ჩვენ სასტუმროსთან ეს არის ეს როგორც იმორჩეს რომ მოუხვიეთ ეს კამპუსი უნივერსიტეტის გაიჩინდა ანუ ვერც კი დავიკარგეთ ისეთი ანუ ქალაქი არის კომპაქტური ვისაც აი შენი თქმის არ იყოს ფეხით სიარული მოწონს ძალიან მოეწონება მას ეძახიან პატარა პარის, იმიტომ რომ აქვთ ეიფელის კოშკი თავისი, ანუ ანძარი სატელევიზიო, აი ეიფელის აშენებულია, პეტრჟინები. და ის კარგი ადგილები, რაც აუცილებლად უნდა გაამწვანო. არის ისეთ კომპაქტურად ერთმანეთთან ახლოს, რომ ფეხით შემოივლი ამ ადგილებს. და საორიენტაციოსაც ალბათ გეხმარება, ხო? შორიდან შეაჩერებს, ესე იგი იმის ირგვლივ ტრია. კლასიკური მდინარის გაღმა გამოგმა ტერიტორია და მდინარის ირგვლივ შექმნილი ინფრასტრუქტურა. არაფერი დამაბნეველი, ოდნავ გეოგრაფიაში და რუკებში ვიცერყვა, ეგრევე აზემო. ანუ იმას გეტყვი, ნონსენს. მე მაგალითად ამ წუთისთვისაც, აი შენი ქალაქი ქუთაისი, როგორ არის მოწყობილი, სად რა არის, იქ როგორ უნდა ვქნა, აი შესulis მერე მეკარგება. ანუ ორიენტაციას აი ძირითადად ხო აქედან შევდივარ ხოლმე აქეთ ბაგრატიჩას რა და ხიდზე გადავდივარ ცენტრალური გამზირი აი აქ შევედი თუ სადღაც ერთ პატარა გადასახვევზე ან იქეთ ნიკიასკენ გადავხარ გიზევიჩი всё უკვე ვეღარავ აი ამას არ ვიკადრებ რა თქმა უნდა მაგრამ ჩალიჩო რომ მივხვდე სადა ვარ ხო ის ხო არ არის ხა რუკა ხომ აქ თავში უფრო მიჭირს მაგალითად ქუთაისში ორიენტაციის უცებ ორიენტირება ადგილებში იქ ზეპირად. იქ იმიტომ რომ ჯერ ნებისმიერი ადგილიდან რაღაცა იმ ძეგლს რომელიც ორიენტირია შენ და იმაშვება რა ქვია გაძლევს რომ საითახარ იმას დაინახო. ინფორმაცია ხშირად ხვდება, ანუ წარწერა რაღაც რო ეხლა რამდენიმე მეტრში რაღაც ტურისტულ ზონებში გამორიცხულია რომ იქ ვინმე დაიკარგოს პატარა ჩვილი მარტო ჩეხურ ენაზეც არ იქნება მინიმუმ ინგლისურად კი არა მაგ მხრივ ადაპტირებულია ყველანაირად და თემა არის რომ ვისაც ეს ცენტრალური უბნების თემა და რაღაცა და მართლა ტურისტული პრაღა შესწავლილი აქვს კარგად. ისინიც ისე მაგალითად ტურისტი გეტყვის. ინგლისურად თქვა არ შეგხვდა ჩეხი რა, რო კითხო რასად არის და თუ იქ ტურისტი არის, რომელიც უკვე რომელმაც დაათვალე, ისეთი friendly თემაა, რომ ის გიხსნის რა. Maybe გეტყვის მე მგონი რომ ესე ხო ეს მე გამოვიარეთ, თავის experience-აც გიყვება და ძალიან სითბოა ქალაქში. აი მე არ მეგონა ევროპული ქალაქები ეს სტილით ეს გავს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქვს რაღაც ცენტრალური მოედანი, სადაც ხდებოდა ძირითადად ვიღაცების ჩამოხრჩევები, თავის მოჭრილი და კაი დღესასწაულები, ახალი წლები და ერთ ადგილად ეგეთი გაწყობა აქვს, ანუ ცენტრალური ულამაზეს მოედანი და მე გაშლა აი მოედნის ირგვლივ ესე უბნებად აკეთებთ.
ძალიან მოგა. რა საინტერესო რეკომენდაციაა. დაკარგვის ესეთი მართლა ვქონია შემთხვევა და ხანდახან დავიკარგოთ ხოლმე. მაგრამ MTV-ზე გადიოდა ხოლმე რაღაცა საშინელებებს აკეთებდნენ რაღაც აზიატები და მე აზიელები და მე ბოლოს ხამე don't try this at home. მაინც არ წადოთ ეს. მაგრამ ეს ის შემთხვევა მე მგონი დავცადოთ, რატო არ დავცადოთ დაკარგო. მაინც ყოველ შემთხვევაში რაღაც დონეზე ჩეხური არ არის სავალდებულო, თუმცა ძალიან გავს ჩვენი კარგი მეზობლების ენას, ბევრი სიტყვები ერთნაირი, მაინც ჯობია რომ ხო, აი ენობრივ არის როგორი ურთიერთობა, თქვათ ადგილობრივებთან როგორ გქონდათ და იციან რა თქმა უნდა ის ოკუპანტების ენა, მათთვისაც რო ოკუპანტები არიან, მაგრამ ძალიან უხერხულობას აწყდები, როდესაც ამ ენაზე ცდილობ რამის ახსნას. ეგრევე იძაბები. იდეაში ჩვენთან არ განწყობებიც არის ზუსტად ეგეთი. და ინგლისური თავისუფლად, გერმანული თავისუფლად. ანუ გერმანული გავლენა იქიდან არის რომ ბავარია და ბოჰემია ერთდროს ერთი ქვეყნის ორი ნაწილი იყო. ფაქტიურად პრაღაც და ხარეს ყველაფერი ბოჰემიაში ექცევა რა მთლიანად. და ანუ ერთი გერმანული კულტურის გავლენა არის რა თქმა უნდა განსაკუთრებით იქით როდესაც უკვე დრეზდენისკენ და აი ჩესკე ბუდიოვიცეში მიდიხარ უკვე ოფიციალურად საზღვარი სადაც არის და მე გადადიხარ იქით უკვე ბავარია. მაგ გერმანული ფორმა ჭარბობს, მაგრამ საერთაშორისო მისაღებად ინგლისურის უთავისუფლად. ეხლა როგორ განწყობით ხარ, ეხლა რომ შემოგთავაზო ყველაფერს, მიგდით ნებისმიერ ქვეყანა ერჩე და გიშვებ. ხო. ისევ ჩეხეთს არჩევდით, რომ რა გაქვს საოცნებო ქვეყანა, რომლის ნახვაც აუცილებლად გინდა. მე მაქვს ბავშვებიდან გამოყოლილი ესეთი ჩვევა, რომ რაღაცა კარგს რო ნახავ, მე მინდა რომ ის კარგი, იმ კარგის ნახვის შანსი მივცე ნებისმიერ ადამიანს. აი ვისაც ავიყოლიებ. ეგრე მოხდა ჩეხეთის შემთხვევაშიც ორჯერ იყო 15 და ერთხელ 15-იანი, ერთხელ 13 კაციანი ჯგუფი შევკარი და წავიყო. მაგარია, როდესაც აზია. ხო, ანუ გამომდინარე აქედან რა სავირჩევდი ალბათ იმის გამო რომ მე დაგროვებული კიდე ვიღაცებს გადავცე ახალ ქვეყანას ავირჩევდი სადაც არ ძალიან დიდი ხნის ჩემი ოცნება არის მე ზოგადად ცივი ქვეყნები მიყვარს ძალიან სკანდინავიისკენ და ისლანდია არის ძალიან დიდი ხანია მინდა ისლანდიის ნახვა გასაგები ეგ ძირითადი მიმართულება მაინც იქნება ბუნების თკბობა და გეიზრები, გეიზერები და რაღაცა ნაკლებად კომუნიკაცია, იმიტომ რომ თვითონ ქალაქებიც ისე კომპაქტურად არის და დიდ მანძილზე ერთმანეთისგან რომ აქ რომ ასე ვთქვათ შენი ტურისტული მადა დაიკმაყოფილო იმით რომ აქ ხალხი გაიცნო და ხალხთან ურთიერთობით იმას ქნა აივსო ნაკლებად, მაგრამ აი ეს საიდუმლოობა, რაღაც ჯადოსნურობა აქ ამ ქვეყანას, რა ქვეყანა კუნძულია. ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთი ჩემგან პირადი რჩევა მოგზაურობის მოყვარულებს, ნებისმიერ შემთხვევაში თუ ლაპარაკი არის კუნძულზე, ულაპარაკოთ დათანხმდით, იმიტომ რომ კუნძული არის აი სხვა თითქოს სხვა პლანეტაზე ხარ, როცა კუნძულზე ხარ. გარდა იმისა, რომ ბუნება სხვანაირია და სხვა მცენარეები და სხვა ფლორა ფაუნა გვხვდება, ჩიტები სხვანაირები არიან. ეხლა მე მაგალითად იტალიაში ნამყოფი ვიყავი იტალიაშიც და მე რო სიცილიაზე რო აღმოჩნდი, მეთქი ეს როგორ არის იტალია. ნუ ერთადერთი სადღაც ქუჩებში რო დავდიოდი და ეს ხმამაღალია. მაგითი თორე აბსოლუტურად სხვანაირი ინფრასტრუქტურა კუნძული. და ამიტომ პირველ რიგში ავირჩევდი ალბათ სკანდინავიის რომელიმე ქვეყანას, თუნდაც პირდაპირ ისლანდია რო არ ასე ვთქვათ, ავიღებ ახლა რაღაცებს. უფრო გავხურდებოდი რომ ჯერ ამ სკანდინავიურ კარგით, აი ნორვეგიით მაგალითად, იქ ვიკინგების თემაა. ხალხიც არის, ასე ვთქვათ, საურთიერთო დასათვალიერებელი ადგილებიც არის. პლუს კიდე ოვერსაიზ ზომებიც არის იქ ვიკინგები დიდები. თაშორის რა კარგად გააპიარეს თავიანთი კულტურა ნორვეგიელებმა სოფლიო ჩემპიონატში. აი სურვილი გამიშთა მეც იმ ნაში ჩავშე და დავყრა ნიჩავს ჩემებურად.
ხო, თუმცა ნებისმიერ სკანდინავიურ ქვეყანაზე არ ვიტყოდი უარს. შვედეთი მაგალითად ძალიან თავისი დავარცხნილობით მოწესრიგებულობით, დანია, კოპენჰაგენი და სხვა ქალაქები. ცოტა ძვირიანი ქვეყანა. ბუნებრივია, მაგრამ მოყურე მაგ როგორ რაღაცა. მაგ კიდე ასე ერთი წინასწარ ვიგეგმები ხოლმე, გერმანელებიდან გამოყოლია. ვიგეგმები ხოლმე ნებისმიერ თუნდაც პატარა ტურნე სამდღიანზე ვიგეგმები რა მინდა მივიღო და შესაბამისად ეს რომ მინდა მივიღო ეს უდრის ბიუჯეტს. კი ბატონო. როდესაც ეს ზუსტად ამაკ განსაზღვრული რა მინდა მივიღო, მე დაელოცოს ინტერნეტი, დაელოცოს ხელოვნური ინტელექტი. ყველაფერს ვეკითხები. მე არ მინდა იქ ჩამთვალონ ესეთი დავალება მაქვს. მე არ მინდა ჩამთვალონ იქ ჩვეულებრივ რაღაც ტარაკუო ტურისტად. აი ჩამოვედი და ხო, კი ბატონო. მინდა რომ ისეთ რაღაცებში თუნდაც რო გავაჩერებ ადამიანი, ისეთ რაღაცა ვკითხო რომ მიხვდეს რომ მე აზზე ვარ, აკაო რა არის. იმიტომ რომ იმისი განწყობაც ვინც არის ადგილობრივი, იცვლება, როდესაც ჩვენ ეუბნები რომ უკაცრავად ეს მაგალითად ტავერნა სად არის კი არა, რო ეკითხები რომ სწორად მივდივარ ეხლა ამის გადაკვეთაზე კარლის და ამ ვაცლავკას კუთხეშია, ხო სწორად მივდივარ და ისე აპარატო ხალის უფრო ხალისით გასწავლეს. ხო და ანუ ეგეთ დონეზე მომზადებული მივდივარ ხოლმე შესაბამისად უყურებ ჯიბესაც და ბიუჯეტსაც და შესაძლებლობებსაც, რასაც ესა თუ ის მაგალითად ადგილი გთავაზობ, შეიძლება დავამთხე იმას რომ რაღაცა აქცია მაგ დროს ან რა დისკაუნტი ან ისე ვიჩალიჩო რომ ვითომ სტუდენტ პროფესორი ვარ და სტუდენტებთან ერთად ასეთი ოცნება გამანდე რაღაც ტურისტულებთან გვაქვს სერიოზული მოლაპარაკება და გვპირდები თუ ყველაფერი კარგად იქნა ხო აი ისლანდიას გაგიკეთე 55 წლის მე ვხვდები ახლა დრუპი რო გახლა 23 ნოემბერს და დიდი სიამოვნებით ავისრულებდი ოცნებას იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც დაბადების დღის თემა ვიღაცებთან ასოცირდება რომ რაღაცა სადღაც უნდა აუცილებლად აღნიშნოს რესტორანი ან სახლი. ჩემი ასოცირება დაბადების დღის აი ბედნიერად როგორ ვიგრძნობდი თავს დაბადებას. გათენდა 23 ნოემბერი გიორგობა დღე ზურა მქვია მაგრამ რა უყოთ გავახილე თვალე და ვერ ხვდები სადავარ ანუ წინა დღეს ისე დავიძინე რომ აი ვიღვიძებ და ახალ გარემოში ვარ და აი სულ წარმომიდგენია რომ ვარ ჩემს დაბადების დღეზე სადმე სხვა უცხო ქვეყანაში და ვიწყებ შესწავლას იმ ქვეყნის სხვათა შორის ზურა მასე აი მარტო დაბადების დღის მიმართულებით მე სულ მქონდა აი მრავალი წელი ახლა ერთ ჯგუფში ხო ვიმუშავეთ კომედი ჯგუფის დროს იყო ხოლმე კორპორატიული სულ მქონდა და კარგი წესი იყო რა კორპორატიული რაღაც კიდე დაახლოების დამეგობრების მიზნით გუნდი რაღაცა სეზონის თემა კი ბატონო სეზონის დასრულს მაგრამ ეს ყოველთვის იყო ხოლმე ძირითადად შემოიფარგლებოდა რესტორნით და აი მას ვერ ცდებოდა ჩემი ოცნება იყო თან სულ თავაზობი ბიჭებს რომ მოდი რა გასვლითი ტურები ის იყოს კორპორატიული იყოს ჩავიჯდეთ მატარებელში ბაქოში ჩავიდეთ ვიკენდი იქ გავატაროთ ერთად აი უფრო მაგარია ხო რაღაცა დაახლოებისთვის დამდგმელი ანუ გამოცვლებ გარემოს ზოგადად ხო ეგრეა რომ როდესაც ერთი ჯგუფი ხართ ერთმანეთს კარგად უახლოვდეთ და იცნობთ საერთოდ ერთმანეთს როდესაც სადღაც ერთად მიდიხართ კი ბატონო სულ სხვა ანუ გარემოს გამოცვლა და იმ მდგომარეობაში როგორ გამოავლენს თავს ახლა ჩვენ რო დავდივართ ხოლმე კამერებს რო თამაშობთ და ძირითადად დამეგობრება ჩვენი უნივერსიტეტის სცენაზე რეპეტიციის დროს კი არ მოხდა. იქ რო წავედით და იქ რაღაც უცნაურობები რო დაგვემართავთ, თუნდაც ჩვენი ლოვის ამბავიც არის. ლოვი ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ასე ვთქვათ მოგზაურობად პაეს გადრჩება. კი და მაგრამ გულშემატკივრობ რომ რამე ამ ომის შედეგები არ დაეტყოს და რამე არ დაიგეს. აი ტიპიური ევროპული ქალაქია შენ რაც ვილაპარაკე რომ აი განსაზღვრული ტერიტორია არის ცენტრად, ანუ რატუშა და მერია და რაღაც აი მისი ინფრასტრუქტურა როგორც დაგვკვდა ახლა იქ ფანზონა რო იყო მოწყობილი. ახლა მაყურებელი შეიძლება ძნელად დაიჯეროს, მაგრამ უნდა ვთქვა ფაქტი მე და შონზო ნამყოფი ვართ უკრაინაში ფეხბურთის სათამაშო 2012 წელს როცა გაგანია ევროპის ჩემპიონატი იყო პოლონეთსა და უკრაინაში კი ბატონო და ფინალსაც იქ უყურეთ და მოკლედ საოცარი ატმოსფერო იყო ფანზონები საოცრად მოწყობილი და ლვოვი სასწაული ქალაქი ძალიან ევროპული ლამაზი
და ბევრი კარგი და მაქნა-ყიდი Adidas-ის მაღაზიაში გერმანიის ნაკრების მაისური. მე ხო ეს ვაგროვებ ხა მოუყვები და აუ მან ფრენის დროს გავარდა გერმანია ხო იტალია ჰაერში გავიგეთ რომ ბალოტელი შეოსურა დუბლი ჰაერში წავაგე და ბალოტელს მეგონი ცხოვრების თამაში ითამაშა მაგ დროს ჩვენ რომ ხო და მე მაგ ექჩვევა სხვათა შორის და ჩემ მეგობრებმაც იციან მე თუ არ უზივარ თამაში და არ ვაწურინებ ძირითადად მთავრდება ყოველთვის ჩემთვის ნეგატიურად მართლა ეხლა რა თამაში იყო არ მახსოვს ამ ჩემპიონატზეც მოხდა, სადღაც გზაში ვიყავი თუ რაღაცა. სომხეთში ვიყავი გადაღებაზე, ფილმის გადაღებაზე და უკანა გზაზე მოუსწრო, რომ დაიწყო. მეორე თამაში იყო, ხო? პირველი ხო 7-1. პირველი 7-1 მოიგო კურასაოსთან და მეორე თამაში იყო, ვისთან იყო? ვინ ყავდა ეკვადორი და ვინ ყავდა? ეკვადორთან წავაგეთ. მანამდე ვინ? ხო, რაღაც აფრიკული გუნდი იყო, მე მგონი. კურასაო ეკვადორი და კიდევ ვინ ხო და ერთი სიტყვით მოვდივართ ეხლა გზაში რა კომპანიასაც მოყავ გზაში ინტერნეტი აქვს იმას Wi-Fi და სევანიდან რა წდება ერთი თროლს ვაგებთ რა ვერ იმაშვები ეხლა ვერ ვიხსენებ აფრიკული გუნდი იყო რაღაც ეგრე მახსოვს ეხლა გერმანია ესა კოდივარი. არდინოლს ვაგებ და აუ ჯაჯღანებ რო რო არ უყურებ თამაშს და თან ჩართული მაქვს ეს ტელეფონში წდება, ვერ უყურებ რა. და ისე განვიცდით თუ რაღაცა ჯუჯღუნებდი რომ ძღოლმა მითხრა რომ ეხლა ცოტა გადავალთო სევანიდან დილიჟანსში რომ ჩავაშვებით და გავჩერდეთო და თუ გინდა ნორმალურად უყურებო არ მიჩქარებო. ხა მე ეხლა როდის უკამბრუნ ხო და გავაჩერეთ რაღაც მარკეტი იყო და შიგნით 24 საათიანი რაღაცა კაფე დავჯექი. შევედი თუ არა დავჯექით ერთი გახდა. ხავა მოვწურპე და გამოდი სიგარეტი უნდა მომეწე და გამოსვლისას მორიტე. ეთქი აიღო გეუბნებოდი. მიშა მახდა თანანდღულაძე. იმას ეძინა არ გაუღვიძია მანქანაშივე დარჩა და ჩემს ღრიალზე გაიღვიძა. აუ ხო მივხვდიო. თან მანამდე მიშასაც მოუყევი რომ მეთქი რო არ ვუყურებ და მიდის არ ვეონებ თითქოს აქედან ჩემ ენერგიას. თითქოს მართლა. არ უგზავნი ეგრე ხდება. არა აი პარაგვაისთან არ მიშველარც. ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა ხა მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ ფერის შემთხვევითობა არ ხო შენ კარგად მიდიხარ ერთმან არ ჩაგაცნეს იაპონიასთან რომ თამაში წამოვედით ესე იგი რაღაც ტურისტები ვყავდა მოკლედ და ქუთაისთან მომიძა წამოსვლა და ზუსტად აი მატარებელმა რაღაც მოკლედ რაღაცები ისე დაემთხვა და ზუსტად მაგ თამაშის დროს მოგვიწია გზაში უღელტეხილზე გადმოსვლა და კიდე კაი მძღოლს მინიუენში ქონდა მონიტორი და ინტერნეტ კავშირი, მაგრამ აი როგორ ტანჯვით უყურეთ, ხო დაარტყავს ბურთი და ტრიალს რო იწყებს. აი ხა ის ბურთი ხარიხას მოხვდა მეკარეს თავში თუ სველს თუ რა მოხდა. ზუსტად ეგრე უყურებ და როგორც კი გავაჩერეთ ეგრევე 1-1 2-1 მორჩა ეგ თამაში. კოდივარი. ძალიან დიდი მადლობა. კარგი საუბრისთვის, დადებითი ემოციების გაზიარებისთვის, მართლა მაგარი განსხვავებული ჩეხეთზე ჯერ საერთოდ არ ყოფილა და არ გვისაუბრი არასდროს და ის მომენტი ის დაკარგვის იდეა ძალიან მომეწონა და იმედია ძალიან მალე დავიკარგები მეც რომელიმე ქვეყანაში ცოტა ხნით. ანუ თემა თავარი მოგზაურობის თუ არ იქნება მინდა აქ მაგალითად ეგ კი არ უნდა იყოს თავარი თემა. შენი ცხოვრების განგრძობითობაში უნდა იყოს ჩასმული. იმიტომ რომ მინდა რაღაცნაირად მე უცებ დაგირეკავს სხვა ვიღაცა ფილმის რეჟისორი ან გეტყვის ეს რა ქვია გადაღებაზე წამოდი. და შენ რომ ამ დროს დაგეგმილი გაქვს იქ და თქვა გინდა მაგრა წასვლა უკვე ბარიერი იქნება. კიდე რაღაცა იქ ოჯახში რაღაც პრობლემა აღმოჩნდება. ამიტომ მინდათი არ უნდა ჩაიფიქრო მოგზაურობა. მოგზაურობა უნდა იყოს შენი თანხwebdriver, აი რომ მიდის რაღაცა გამოსახულების ბილიკი და ქვევით ხმის ბილიკი რომ მიყვება. ეგრე უნდა იყოს ბილიკად ყოველთვის რომ უნდა ვიმოგზაურო, სულ უნდა ვიყო ჩართული მაგ აი იმაში რაც არ ქონდა კომუნისტების დროს და მაშინაც კი მახსოვს აი პერიოდი კონკრეტულად როცა უკვე
ფილმების ყურება დავიწყე და რაღაც შემეცნება და რაღაცა მაგარი ადგილების იქიდან აქტუალობა მახსოვს ჩემი რომ რა კაია იქ რო ვიყო. აი იმ ადგილას უნდა ვიყო. რაღაც ფილმი ვნახე ბალტიისპირეთის რომელიღაც ქვეყნის მე მგონი ლატვიის თუ ესტონეთის და რაღაცა ბალტიის ზღვის სანაპიროა ორ სართულიანი კომპაქტური ადგილი ხო არ იცანი სადაც ნავყოფი არა ხო და შუშის რაღაც კომპაქტური სახლი დგას და არაფერი განათებული წარმოდგენილი იმაში რომ ინფრასტრუქტურა არის იმიტომ რომ ანთიაშუქი ნიშნავს რომ ის არ ჭრაკი და ის ჩალიჩი არ გიწევს ხო და იმდენად მომინდა ეხა ეს კონკრეტულად ამ ადგილას წასვლა რომ დავიწყე მოკითხვა რომ რა ფილმი იყო რეჟისორები სად იყო გადაღებები რაღაცა როტენ ტომატოების რევიუები რა და ბოლო მივხვდი მივაგენი რომ არის ესტონეთში რაღაც ერთი ადგილი რა საინტერესოა ხო და არ ჩამიფიქრია მინდა ეხა თემა რაც იყურება ხო თუ წავალ მაგალითად ისლანდიაში ისეთ მოგზაურობას დავგეგმავ რომ გავედი ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოვიარე ჩაუჯექი ფინეთში გადავედი გავყევი და მე ანუ ცოტა განგრძობითი მოგზაურობა აი ყველაზე არაპოპულარული მარშრუტია კრუიზისთვის იმიტომ რომ სიცივეში არავის არ უნდა ყველა აკეთებს კრუიზებს აქეთ ცხელ ქვეყნებში და ჩემი მოვიგონო მინდა რომ აი დავგეგმო ისე რომ ესე გავყვე და ისლანდიამდეც მე იქიდან რა თქმა უნდა ბოლო წერტილი აღარ ნორვეგია არც ვიცი ისლანდიამდე გადასასვლელი რომელიღაც რუკაზე დაგეგმა ხო და ანუ მაგას ვიზამ რა ანუ ერთ მოგზაურობა შეგიძლია ხო იმ სახს ვნახავ აუცილებლად გავლით რაღაცა იმ ქვეყნებს რაც ჩამოთვალე თითო დღეს დაუთმო მაგ ფილმისთვის იმედია მხოლოდ მაგ ფილმისთვის არა აწყვეს რამე დეკორაცია და არსებული დიდი ალბათობით არა იმიტომ რომ ინფრასტრუქტურაც ახლდა თან ანუ რაღაც შემოღობილი იყო საგარაჟი ადგილი იყო უბრალოდ იყო ესე განმარტოვებულად და შეიძლება იმის მერე ეს ადგილი იმდენად გაპოპულარული რომ ეხლა შეიძლება უბანი დახვდეს განშენიანებული უკვე და უბანური საინტერესოა გისურვებ მაგ უცნების მალე ასურება და დაგეგმას ყველაფერს ხედავთ როგორ ხდება ყველაფერი ასე რომ მოგზაურობას გისურვებთ ყოველთვის რა ამაზე მაგარი რა ვიცი მე მგონი ადამიანმა რა უნდა გაუკეთოს საკუთარ თავს მე პირადად და ალბათ შონზოსაზრითაც არ ვიცით ასე რომ მადლობა ჩვენ სტუმარს და მოგზაურს ასეთი კარგი ამბებისთვის და მოტივაციისთვის მოტივირებისთვის დღეისათვის სულ ეს იყო თქვენ კიდევ ერთხელ გთხოვთ ჩვენი გამოწერა და გავიცდეთ და მომავალ მოგზაურობამდე სულ რაღაც ერთ კვირაში დაგიბრუნდებით იმოგზაურეთ ყველაზე კარგ რამეს იზობთ რაც შეიძლება სიცოცხლეში ქნათ